გითვალთვალებთ ეს თემა განვიხილოთ, მოდი მესიჯი ყველასთვის არის, მაგრამ არა ყველაფერი გაითვალისწინეთ. 21 საუკუნე ინფორმაციის საუკუნეა, ინფორმაცია მართავს. ინფორმაციას კი სოციალური ქსელებიდან ვიღებთ, როცა ვიღაცას მუდმივად ვადევნებთ თვალყურს. თქვენ ვინ გიყურებთ აქტიურად, ამას განვიხილავთ, დასკვნები კი თავად გააკეთეთ, ვინ შეიძლება ამოიცნოთ. მაშ ასე, სათუთი ბუნების ძალიან ჭკვიანი და ამავე დროს სასტიკად ფრთხილი ადამიანი გადევნებთ მუდმივად თვალყურს. გარემოსთან შერწყმული, ძლიერი ავტორიტეტით სარგებლობს, თუმცა ბუნებით ემოციური, სენსიტიური და განცდებში მუდმივად მყოფი ადამიანია. რბილი და სასიამოვნო სახის ნაკუთებით, ფიზიკური მახასიათებლები სიმრგვალეებია, თვალები, ტუჩები და ასე შემდეგ. ურთიერთობაში ფრთხილი მოქმედებებით გამოირჩევა. საზღვრები აქვს, რომელიც არავინ უნდა გაარღვიოს. განსხვავებული გემოვნება, როგორც თავის თავთან მიმართებაში, ჩაცმა, სტილი და ასე შემდეგ, ასევე პარტნიორის არჩევაშიც კი თავისი გემოვნების შესაბამისი ინსტრუქციები აქვს, რითი შეიძლება მოიხიბლოს ან არა. რა გვაქვს კიდევ? სულ ყურადღებას ითხოვს, რატომღაც გონია, რომ ყველამ ხელის გულზე უნდა ატაროს. და თუ ეს ასე არ მოხდა, დაიწყებს არაადეკვატური ქცევების გამოვლინებას, რითაც ვერც თავს გაუგებთ და ვერც ბოლოს. საშინლად ცნობისმოყვარე ბუნება მას აიძულებს ყველაფრის საქმის კურსში იყოს. გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ინფორმირებული იყოს. ამიტომაც არის რომ გითვალთვალებთ თქვენ, რადგანაც თქვენ მისი ინტერესის არეალში ხართ მოქცეული. თუ გინდათ დაბლოკილიც ყავდეთ ან ჰყავდეთ, მიუხედავად ამისა, ასეთი ტიპის ადამიანი გადევნებთ ზუსტად თვალს. ხან გრძლივი დროის მანძილზე თან. არ გიგონოთ ეს 1-2 თვალთვალია, პირიქით. გაკვირდებათ, გსწავლობთ და ელოდება. რას ელოდება? გასახსნელ გზას თქვენამდე, რომელიც ჩახერგილია. საჭირო და ხელსაყრელ დროს იმისთვის, რომ ღიად გამოვიდეს სცენაზე, ანუ თვალთვალის რეჟიმიდან გადმოვიდეს ღია გამოვლინებებზე ეს ადამიანი, ამიტომაც გითვალთვალებთ ჯერჯერობით. წარმატებები და ბედნიერი დღე.